სურს რომ ჩემ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ იყოს საანარი ძალადობა. ისე როგორც ყველას ოცნებას თქვათ არის რომ იცხოვროს მშვიდობიან სამყაროში, სადაც არ იქნება არანაირი ძალადობა თუ ომი თუ სხვა და თუ ამაში მამაკაცებიც ხელს შეუწყობენ ქალებს, მაშინ ეს შესაძლებელი გახდება რომ ეს ასე მოხდეს. ოჯახი დავტოვეთ, დააწვეს ჩვენი სახლი, სამსართულიანი სახლი ქონდა და მაშინათ იმ საღმოს დააწვეს შვილები ყველა შორს არიან ჩემგან. ხო და მარტო ვარ და ეს მიჭერს ესაა ჩემი პრობლემა და რომ მოხუცი ვარ. ვფიქრობთ რომ ხვალ რა ვიშოვოთ საჭმელა, გამაზეა ფიქრი, მეტი არაფერი. რა ვიცი ამ აფხაზეთიდან გადასვლის შემდეგ საერთოდ ისეთი დღე არ არის მაინც რომ სახარბიელი იყოს და ყოველთვის რა წვალება და იმაში ვარ თორე ბევრ საკლია ყურადღება თლად ისედაც არ არის როგორც გვაჩვენებენ ლაპარაკობენ და უფრო მეტი ყურადღება ჭირდება ჩვენს ხალხს. ჩემთვის უშუალოდ როგორც დევნილისთვის აუცილებელია ჩემს სამშობლოში დაბრუნება. უშუალოდ ჩემს კუთხეში აფხაზეთში. სამუშაო კიდე რო გვინდა ისე არ არის და რა ვიცი არა გვაქვს ესეთნაირი ცხოვრება რომ გავხალისდეთ და კარგი გუნებაზე რო დავდგეთ. მე იმიტომ მასწავლა ჩემმა მშობლებმა და იმიტომ გამზარდა ასეთი რომ მე სხვის სუნკებს რო უყურო, ეს არაა ჩემი საქმე და არც ერთის, ვინც ჩემს ირგვლივ დგას. ესენი ყველა უნდა იყოს, რაღაც მიზანი უნდა კონდეს, დრო უნდა კონდეს, განსაზღვრულად უნდა მიდიოდეს. დღეს მე ამას ვიშოვი და ამას ვაკმარ ჩემს ოჯახს. სამი კოტეჟია. და სამივეში დაგიგებით ხოლმე. ხო, ჩვენ გადასახლებულები ვართ ახლა. თქვენ ახსენეთ რომ გალიდან გადმოხვედით, აი ხო ვერ გაიხსენებდით რა ხდებოდა მაშინ, როგორ გადმოხვედით? სახინელება და იმისი მოგონებაც არ მინდა. ეხლა მე როგორ გადმოვედი და მე გზაში ჩვენ დაგვეწია აფხაზები იგენი და როგორ გადმოვედი დღე ერთი ხამე ტყეში გავატარეთ. გადმოსვლამდე იქ ვცხოვრობდით ჩვეულებრივ მას როგორ შეფერება ჩემი დონის ადამიანს ჩვენ ვართ უბრალოდ გლეხები, მუშებიც ვიყავით იქანი, ჩემი მეუღლე მექანიზატორი იყო, მე ვიყავი მუშა და ვცხოვრობდით ძალიან კარგად. ეხლა ტრაბახით არ გამომივიდეს და მართლა ვცხოვრობდით, ეხლა ჩვენი დონის ხალხს რაც შეფერება, ისე ძალიან კარგად. თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ სიტყვა მშვიდობა, რამაც მე გამახარა და მე ვგრძნობ თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი. იქნებ უფრო მეტი გვიამბოთ, აი როგორ გესმით ეს ყველაფერი თქვენ. მართალია დედა მშვიდობა არის ყველაფრის გადამწყვეტი სახელმწიფოში, რაც ვერასოდეს ჩვენ ვერ დავიცავი და მშვიდობა იქ რო ყოფილიყო, მე ასეთ პირველყოფილი ადამიანივით არ ვიქნებოდი, აქანე იქ ვიქნებოდი ცოტა ბევრად უკეთესად და მშვიდობა ძალიან კარგი მნიშვნელოვანი რამ არის ყველაფერზე, რაც ჩვენ გვაწყობს.
ყველა იქე თური აფხაზი იყოს თუ ქართველი, ყველა უნდა გააქტიურდეს ამ საკითხზე. ყველა იქაც როგორც ჩვენ ისე და ერთმანეთთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რა თქმა უნდა, ეხლა მაინტერესებს თქვენთვის რა არის მშვიდობა? მშვიდობა ჩემთვის ესაა, ჩემი გოგო ღამე რომ ძინავს არ მეშინია, არავინ არ შემივარდება. ერთმანეთთან მშვიდობიანი ცხოვრება, ურთიერთობის მონახვა, დაძაბული რო არ იყოს ეს ქვეყანა და ეს მშვიდობა გინდა ჩვენს ოჯახებში დაბრუნება. მშვიდობა ნიშნავს უშიშარი ცხოვრებას. ომის გარეშე ცხოვრებასთან, იმიტომ რომ მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან და ჩემთვის ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს მშვიდობა. მშვიდობის გარეშე ადამიანის ცხოვრება არაფრით არ ვარგა. მშვიდობა, ჩემთვის მშვიდობა ნიშნავს, რომ ჩემი ოჯახი უზრუნველყოფილი იყოს ყველაფრით. მე არ ვამბობ უმაღლეს ცხოვრებას, საშუალო ოჯახი, რასაც იცხოვრებს. მე არ უნდა მქონდეს სადარდებელი ხვალინდელი ლუკმა. დღეს დილით რო ვდგები, რისთვის ვდგები, სად მივდივარ, როდის მოვდივარ, ეს რო ვიცოდე, მაშინ მიქნები მე დაცული. მე არა ვარ დაცული ამ მშვიდობა შულო. ჩემთვის კი არა, ყველა ადამიანისთვის ისაა, რომ ვიყოთ ნორმალურად, ვიცხოვროთ ბედნიერად, ვიმუშაოთ, სამსახური ახალგაზრდებისთვის, სამსახური გქონდეს შვილებისთვის, საშუალება გქონდეს, რომ შვილებს ვასწავლოთ. მშვიდობასა და მშვიდობა გადმოვხარეს და აგერავარ ზუგდიდ. ესაა ჩემი მშვიდობა. წვალება ჩემი მშვიდობა. ომი რომ არ არის, ყველა ბედნიერად ცხოვრობს. მშვიდობა ნიშნავს ჩემთვის ქვეყანა დალეგებული იყოს ჩემი სამშობლო. მე გახლავართ ქეთი, მე ვარ აფხაზეთიდან. აგვისტოს ომის დროს მე ვიყავი 9 თვის ფეხმძიმე ქალი. ანუ ყველანი ერთად ავედით მთაზე. ყველა შეიკრიბა, აქეთ ტანკები მოდიან, აქეთ მე ისე თავისუფლად ვცნობდი თავს, პრინციპში თითქოს და არაფერი, რადგანაც ვიცოდი, რომ ჩემი ემოციები რაღაც ჩემს შვილს გადაეცემოდა, რომელიც იმ დროს იმ წუთებში უნდა გაჩენილიყო. და მოხდა ისე, რომ იმ დღის შემდეგ რაღაც 2-3 დღის შემდეგ მომიწია მე მშობიარობა, გამიჩნდა ლამაზი ქალიშვილი, რომელსაც ლიკა დავარქვით. და ეს ომის შემდგომი პერიოდი ჩემთვის ერთგვარად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გაჩნდა ჩემი პირველი შვილი. და ეს წუთი ერთნაირად ჩემთვის ბედნიერიც იყო, მაგრამ წარსული სამწუხარების მომცველი, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო ჩემთვის. ქალები უნდა ჩაერთონ მშვიდობის მშენებლობაში. გავბედოთ და გამოგვივა. არ დაჭერა და თანადგომა წინ გადადგმული ნაბიჯია მშვიდობისაკენ. ქალებს სურთ მშვიდობა. ადამიანურ ურთიერთობებს საზღვრები ვერ დააკავებს.